საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. 8 აგვისტოა დღეს, 8 აგვისტო. უახლოეს წარსულში, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, უბედურების თარიღი, როდესაც უკვე მერამდენეთ აღარ ვიცი, უახლეს პერიოდში განსაკუთრებით განხორციელდა საკუთარი ერის, საკუთარი ხალხის ღალატი, გაყიდვა და ამის გაფორმება მოხდა. და 17 წელი გავიდა მის მერე, თითქმის ერთი თაობა არის, თითქმის უკვე ახალგაზრდა თაობა, მოზარდი თაობა არის და ეს მოზარდი თაობა ჯერ კიდე ახლა მოზარდ თაობას რა უნდა უთხრა, მაგრამ ჯერ კიდე მიუხედავად იმ ინტერნეტის ეპოქაშიც კიდე ვერ ხვდება თურმე რაშია საქმე და როგორ არის საქმე და მე მაშინ ბავშვი ვიყავი, არ მახსოვს, რომ ბავშვი რო იყავი და 17 წლის რო ხარ, 16 წლის აღმაშენებელი მეფე იყო და მართავდა ქვეყანას და ბრძოლებს იგებდა და შენ იმდენი მაინც დააძალე შენ თავს, რომ რეალობაში რა ხდებოდა, ის გადაშალო და წაიკითხო, მაგრამ რა უნდა მოთხოვო ახლა 17 და 16 წლის ბავშვებს, როდესაც დიდი ზრდასრული ადამიანების მასა ისე არის დაქლიავებული, ეს დასწირებული ხალხი დღემდე სვამს კითხვას, ვინ დაიწყო ომი? 17 წლის მერე ის რაც მოხდა, ხო ყველა ფორმით იქნა განხილული, დადასტურებული, დამტკიცებული, ხო არქივებს ახსოვს კაცო ყველაფერი, აგერ ვისაც გაინტერესებთ, აგერ რა თუ არ იცით რა ხდებოდა და თუ ვერ ხვდებით რა ხდებოდა და განსაკუთრებით აი ამ ახალგაზრდებს გეუბნებით რა ხდებოდა და უშუალო მონაწილიდან შეიძლება ეს ყველაფერი გაიგო და მოусმინო ამ ყველაფერს და აგერ რა თქვენ თვითონ თუ არავის არაფრის არ გჯერათ, აი აქ არის ლინკი მაქვს მითითებული, ჩემი YouTube-ის არხზე დავდევი, ერთი ძველი ბლოგი არის, მაგრამ ერთი მეორის მიყოლებით სინქრონში აღწერს ზუსტად რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა იმ 2008 წლის იმ უბედურების ზაფხულზე, ნაბიჯ როგორ მიდიოდა ქვეყანა, როგორ მივდიოდით იმ უბედურებისკენ, რა უბედურებაც მოხდა. და როგორი არის ოფიციალური პირების განცხადებები, როგორი არის მაშინდელი მთავარსარდალის განცხადებები, როგორი არის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის განცხადებები, როგორი არის კონფლიქტების მინისტრის განცხადებები, აი ეს ყველაფერი ერთიანად შეკრებილი არის ძალიან მოკლე ვიდეოთ და შეგრძნით, აქ მითითებულია და ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ წაიკითხოთ. ნახოთ უკაცრავად რა, კითხვა დღეს კიდე ბევრს ეზარება. ჩემი არ დაიჯერო, თქვენი არ დაიჯერო, არავის არ დაიჯეროთ. დააკვირდით უბრალოდ სულას როგორ მიმდინარეობდა ეს დიდი ღალატი, რომელ ღალატშიც სკრუპიოზულად ყველაფერი იყო გაწერილი საქართველოს და ქართველიერის წინააღმდეგ. მე ამას ვამბობ პირდაპირ, რომ საქართველო მაშინაც და ახლაც არის ღალატის ქვეშ და ჩვენი ერი არის 92 წლიდან აქტიურად არის ერის და სამშობლოს განადგურებაზე მიმდგარი საქმე და მიდის ეს წარმატებით ხორციელდება ეს პროექტი ქართველების გარეშე საქართველო როგორც დემოგრაფიულად და ფიზიკურად განადგურდეს ერი, ასევე ტერიტორიები იქნეს დაგლეჯილი, დატაცებული, მიტაცებული რუს, თურქს, აზერბაიჯანელს, სომეხს, ყველა ჩვენ მეზობელს, ყველაფერი წალეგოს და წაიღოს, ოღონ ქართველს არ დარჩეს არაფერი. ეს გეგმა ხორციელდება და ეხლა ამაზე არ მინდა საუბარი. კიდე ერთხელ ვამბობ ხაზგასმით. საქართველოს წინაშე არაფერი ახალი არ მომხდარა. ეს არის უდიდესი გეგმა, რომელი გეგმაც 200 წელიწადი არის დამუშავებული არის დევს და 200 წლის მანძილზე ხორციელდება ეს ყველაფერი კავკასიის მიმართულებაზე რუსეთის იმპერიის დასუსტების გეგმა. ეს ეკუთვნის ბრიტანელებს, დიდი საჭადრაკო დაფა თამაში, ასე ქვია და მასში არის გამოყოფილი საქართველოს აქ ამ სტანდარტში მინიჭებული თავისი გეგმაში აქ თავისი ადგილი მინიჭებული 200 წელიწადია. გეგმა არის შემდეგნაირი. რუსეთს კავკასიის მიმართულებაზე, რუსეთის იმპერიას, შემდეგ საბჭოთა კავშირს და ახლა რუსეთის ფედერაციას მუდმივად უნდა ჰქონდეს პრობლემები, ეს პრობლემები მუდმივად უნდა იქმნებოდეს კავკასიის ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო არის კავკასიის
ხერხემალი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აქვს როგორც ზღვაზე გასასვლელი, ასევე ფლობს ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელ უღელტეხილებს, არის მის გარდა სხვა უამრავი რამე, საქართველო არის კავკასიის ძირითადი სტრატეგიული ქვეყანა, გასაღები, რომელთაც როგორც კავკასიის აფეთქება შეიძლება, ისე სამხრეთ კავკასიის, ისე ჩრდილო კავკასიის, ასევე შეიძლება ჩაკეტო თავიდან ბოლომდე წინა აზია, შუა აზიის მიმართულებები და ასე შემდეგ. ეს უნდა დაიწყოს დაბალ დონეზე ქართველებმა ეს ყველაფერი, არა პრობლემა სომხებიც და აზერბაიჯანელებიც, მაგრამ ქართველებმა განსაკუთრებით. ამ ყველაფრით უნდა ისარგებლოს თურქეთმა. თურქეთი ეს უკვე მეორე დონის მოთამაშე არის, რომელიც რეგიონალური ყოფილი უზარმაზარი იმპერია არის, რომელსაც თავისი გავლენები აქვს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილო კავკასიელების ხელით, თურქეთის ხელით უნდა გაკეთდეს საქმე ჩვენი ერის განადგურების, ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე. აქედან უშუალოდ ტერიტორიული მოგება უნდა ნახოს თურქეთმა, გლობალური სტრატეგიული მოგება კი უნდა ნახოს დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ეს გეგმა ახლა არ არის შედგენილი, ჩემო კარგებო, გადაშალეთ წიგნი ელემენტარულად, წაიკითხეთ, ინტერნეტში მოიძებნეთ დიდი საჭადრაკო დაფა და აი ეს როლი აქვს საქართველოს მინიჭებული დასავლეთიდან და აი ამ როლისთვის სჭირდებათ საქართველო ისევე, რისთვისაც სჭირდებოდათ უკრაინა, რაც ხდება უკრაინაში, არის ზუსტად ამ თემების უბრალოდ დიდი მასშტაბით გაგრძელება და იმისთვის, რომ რუსეთი დასუსტდეს, იმისთვის, რომ დასავლეთმა იცხოვროს კარგად, ამისთვის უნდა განადგურდეს ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესენი თუნდაც ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც არის უკრაინა, იმიტომ რომ რუსეთის შეჩერება სხვანაირად უფრო რთული არის, თუ რუსეთი მოახერხებს ამ ქვეყნებთან ნორმალიზებას სიტუაციის და ამის შემდეგ შეიძლება უკვე ისეთ წმინდა ადამიანებს მიადგნენ, როგორიც არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და ასე შემდეგ. დამისვი, ჩემო ძმაო და გამონაკლის გავაკეთებ ისე კითხვები ბოლოსკენ, ვისაც გაინტერესებს. დამისვი და გავაკეთებ გამონაკლის, კი ბატონო, გიპასუხე. აი ეს გეგმა ხორციელდებოდა ყოველთვის და ეს გეგმა ხორციელდება დღესაც. 2008 წლის ომიც იყო თავიდან ბოლომდე ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი. ამისთვის დასავლეთი ემზადებოდა ძალიან კარგად, ამისთვის ემზადებოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მათი გამოცდილი აგენტი მოღალატე მოიყვანეს და აარევიეს სიტუაცია აფხაზეთში შევარდნაძემ. ამის მერე იყო ვარდების რევოლუციით მოთრეული სრულიად არაქართული კოჰორტა და კიდევ ერთხელ მინდა აი ეს მომენტი განსაკუთრებით გაისიგრძეგანეთ, იმიტომ რომ ქართველების ბედს და საქართველოს ბედს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით წყვეტენ არაქართველები, გვარით ქართველები, რომლებიც ქართველები არ არიან. და 2008 წლის ომში არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების იქნება, მთავარია ქართველი არ იყოს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ეროვნებას ღალატობს და სხვა ეროვნებად ეწერება და სხვა ეროვნების გვარსაც იკეთებს, რომ სხვა ეროვნებაში იქნას შესაძლებელი, არ აქვს მნიშვნელობა მის წარმომავლობას, ის რა წარმომავლობის იქნება, ის ჯერ მის წარმომავლობას ღალატობს და შემდეგ უკვე რომელსაც მიიღებს, იმასაც ღალატობს. მე ვენაცვალე იმ სომეხს, მე ვენაცვალე იმ რუსს, იმ თურქს, იმ ყველას, ვისაც საქართველო უყვარს, და თავის გვარს და თავის ეროვნულობას ინარჩუნებს და არ წვენია თავისი ეროვნულობის. აი ის არის ჭეშმარიტად საქართველოს შვილი და აი ეს გვარგადაკეთებული ქართულ ენაზე მოლაპარაკე ცხოველები 2008 წლის ომის დროს ზუსტად აი ესე განხორციელდა პრეზიდენტი, რომელიც არ იყო ქართველი, იყო სომეხი, სააკაშვილი, მთავარსარდალი, იყო კონფლიქტების მინისტრი ებრაელი იაკობაშვილი, იყო თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი, ესეც ებრაელი და მათ ქვემოთ უკვე ეს ძირითადი საკვანძო ნაწილები არის, იმიტომ რომ მთავარსარდალი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, კონფლიქტების საკითხი, რომელიც აბარია უშუალოდ მინისტრი და ასევე თავდაცვის მინისტრი, რომელიც თვითონ უშუალოდ განსაზღვრავს შეიარაღებულ ძალებს.
არც ერთი ესენი ქართველები არ იყვნენ. იყო ერთი სომახი და იყო ორი ებრაელი. მე ახლა ამით არც სომხებს და არც ებრაელებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას. მე ვახდენ ფაქტის კონსტანტაციას. შენიღბული, შეფუთული ქართული გვარებით, რომლებმაც განახორციელეს მტრის გეგმა საქართველოში, სხვა მოღალატე ქართველებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება გვარიце წარმოშობაც ქართული აქვთ, მაგრამ ძირითადი საკვანძო ძალები, რომლებმაც განახორციელეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალება, ზუსტად ამ გეგმის ნაწილით, ერთმა სომეხმა, ორმა ებრაელმა დაიწყო საქართველოს დამანგრეველი ომი. და ამ ომის დეფინიცია კიდე ცალკე არის, რომელიც თვითონ აქვს აღიარებული ამას. მე კი არ ვამბობ, თქვენ გაიხალხო. სააკაშვილს პირდაპირ აქ ნათქვა, დაგითხვა იქნებოდა თუ რა იქნებოდა. ყოველ თვითონ ამბობს, კი, მე გავეცი, ეგრძენება და მე დავიწყებ ყველაფერი. დაიწყო ეს ომი, რომელიც უნდა დამთავრებულიყო ისე, როგორც დამთავრდა. აქედან გამომდინარე, შავით თეთრზე ყველაფერი ნათელია. და აი მას შემდეგ რაც ხდება, რომ ამოფარებული არიან აი კი ბატონო, მერაბოვი, ჟვანია, ესენი სულ არაქართველების ის იყო რა. გინდა ის ნიანგის დინგივით რო აქ ესა რა ქვია, გავიალივით რო აქ წვირი სამადაშვილი და გოგორიშვილი და ესენი თქვენ ქართველები გქონიათ რომელიმე? თუ ისა რა ქვია ბარამიძე საერთოდ პრიბალტიკელია. საერთოდ არაა ესა რა ქვია, ქართველი, ლიტველია წარმოშობით. გვარი აქვს უბრალოდ აღებული. თორე არც ის არაა ქართველი. აი მარა ქართველებმა, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო, ასე რომ ვთქვათ, ინტერნაციონალურმა ჯგუფმა, რომელიც მართავდა მაშინ საქართველოს, შეასრულა ის მოღალატეობრივი გეგმაც განხორციელდა ქართველი ერის მიმართებაში, რის შედეგადაც კიდევ დაიკარგა ტერიტორიები, კოდორის ხეობა, დიდი ლიახვის ხეობა, პატარა ლიახვის ხეობა, ქსნის ხეობა, მიაყოლეს ეს ყველაფერი და გაწყვიტეს ამდენი ხალხი დააქციეს ქვეყანა და ახლა ქართველმა უნდა იმართლოს თავი, რომ ესა რა ქვია, ვაიმედე და ეს რა დაგვემართა, ჩვენი ბრალი არ ყოფილა და თან როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი. ამას მე ხო არ ვამბობ ამას. ამას თვითონ ამბობენ. თვითონ დასავლეთი ამბობს ამას. მაგათი დასავლეთი ამბობს ამ ყველაფერს, რომელმაც გაამტყუნა, თან იქეთ გაამტყუნა. თვითონ ამბობენ ამას და ტალიავილის კომისია ამბობს, რომელმაც კი ბატონო შაშკინი რა ჩამოთვლის მაგსანაგვეს თუ ჩემი ძმა ხარ ერთი. რომელმაც გაამტყუნეს თვითონ ტალიავილის კომისიამ გაამტყუნა, ასევე ევროსაბჭოს დასკვნამ გაამტყუნა, ასევე გაეროს სასამართლომ გაამტყუნა და ყველაფერში გაამტყუნეს საქართველო. გაამტყუნეს როგორ იცით? აი რუსის ჯარიო რო იდგაო, იმ რუსეთის ჯარს საქართველოში ერთი კვირის გახანგრძლივებული ქონდა მანდატი, რომელსაც სააკაშვილი უწერდა ხელს გახანგრძლივებაზე, მანდატის გახანგრძლივებაზე. და საქართველოში მყოფ რუს სამშვიდობოებს, ახლა რო იძახიან ოკუპანტებიო, ეძახდნენ სამშვიდობოებს ოფიციალურად. და ჯერ ასე გამოვიდა, რომ ქართულმა მხარემ ჯერ მოიწვია სამშვიდობოები, მიენიჭა სამშვიდობო სტატუსი და შემდეგ ადგა ეს ხალხი დახოცა. და რუსეთი რა თქმა უნდა გამოვიდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც უნდა ემოქმედა, აბა რა უნდა ექნა. ჩემი სამშვიდობოები მოიწვიე, მიანიჭე მანდატი, ჩაბარე მშვიდობის დაცვა და მე დამიბომბე და მომიკალდა, ვიმოქმედებ, აბა რას ვიზამ. ხო, აი ეს გააკეთეს და დღეს 17 წლის თავზე ეს დებილი, ეს ჩამოყალიბებული კინძის თავები გამოდიან და იძახიან იმას, რომ ომი ვინ დაიწყო? იმას არავინ არ ამბობს, უშო რომ ომი ვინ წააგო? ამას არავინ არ ამბობს. ვინ წააგო ომი? ომი ვინ წააგო? რუსეთმა წააგო? სეპარატისტებმა წააგეს? თუ ჩვენ წავაგეთ? ჩვენ? თუ ვინმეს დაავიწყდა, ვახსენებ ამას. თბილისის ცენტრში რო იდგენ და წიოდენ და კიოდენ, აგერ მათხოვარი არის ერთი ის ნაცია, მისი შორტი მაქვს ვიდეო გაზიარებული. ჩვენო, კაცო, ომი და გაცილებული არა, ბიჭო, ხალხი საფლავში. საზღვარი აგერ თბილისთანაა მოტანილი და პარლამენტში გამოდის და ამბობს პირდაპირ, ჩვენო, ომიო, მოვიგეთო, კაცო, ოფიციალურად. ახლა იმაზე არა ლაპარაკი, რომ გამოდიოდა ეგერ მაშინ, რა ქვია, რუსთაველზე და ყვიროდა იმას, რომ ჩვენ ომი მოვიგეთ და კონცერტი იყო და ტაშფანდური იყო და ეს. ამასაც ხო ამ დასირებულ ხალხს რა უნდა ელაპარაკო?
რა უნდა ელაპარაკო ასეთები იმიტომ არიან ქალბატონო ლალი პარლამენტში რომ საერთოდ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძირითადად დაკომპლექტებული არის არაქართველებით და საქართველოს მტრებით და მოღალატეებით. რა თქმა უნდა იარაღის გაყიდვაც აგვეკრძალა, რა თქმა უნდა ბევრი რაღაცის ეს რაში ჭირდებოდა, იცი? სიმონ, საქმე რაში იყო, იცი? ერთ რაღაცაში იყო მარტივად საქმე. 2008 წლის ომი ყველას აწყობდა. მათ შორის იმ დასავლეთის ქვეყნებს. საქართველოსთვის უნდა ეთქვათ, რომ თქვენ ტერიტორია არის დაპყრობილი, რუსეთის ჯარი ყავს, ვერც ნატოში მიგიღებთ. ვერც ნატოში მიგიღებთ, ვერც იმაში, რა ქვია, ევროკავშირში მიგიღებთ. ამ ხელა რუსეთის საფრთხეა, დასავლეთმა დაიბანა ხელები. მანამდე რომ უთხრა, აუცილებლად გახდებოდით წევრები, ის ოფიციალურად. იმიტომ რომ ტერიტორიები, რომლებიც დარღვეული აქვს და ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ქვეყანას, ომის იმპორტს ვერ განახორციელებდა ნატო კვადრო. რუსეთს ყველაზე მეტად აწყობდა, იმიტომ რომ რუსეთმა ესე ხისტი ძალით მოაგვარა სამხრეთ კავკასიის პრობლემები. ვის არ აწყობდა? არ აწყობდა უბედურებს, ჩვენებს, უბრალოდ გაჭირვებულ ადამიანებს. ხო. ვისაც საქართველოს უყვარს, იმათ არ აწყობდათ. ხათუნა გამოჩენილა, რაო, ხათუნ. სუსის აგენტი არა ვარ ახლა? გუშინ წინ ჩამიგდეს შენი კომენტარები ჩემზე, რომ სუსის აგენტობას წერდი ჩემზე და ახლა დაგაინტერესათ? რატო წააგი ომი და იმიტომ წააგი ომი, რომ იმ ხელამტერს დაეჯახი, რომელსაც ვერასდროს ვერ მოერევი. რომელსაც 50 ქვეყანა ეომება და ვერ მოერევა. ხო. შენ რომ მოსახლეობა გყავს, იმდენი შეიარაღებული ძალები გყავს და ისა რა ქვია, შენ რო შეიარაღებული ძალები გყავს, იმდენი გარნიზონში გაყავს მოსკოვის ყარაულში იმდენი ჯარი იმაზე მეტი და იმიტომ წააგე. ხო. აი ასე დაუჩლუნგეს ხალხს ტვინი, რომ თუ რამეს განსხვავებულ სიტყვი, ისა რა ქვია, შენ რუსეთის აგენტი ხარ, შენ იმის აგენტი ხარ, შენ ესა ხარ, შენ ნაცი ხარ, შენ ქოცი ხარ. ახლა მინდა ერთი ამ ქოცებს მოუბრუნდე და დღეს რომ ხოდა თუ ეგრე ფიქრობ, წადიძია იქ არის. წადი შენ პოლიტიკური იმგენთან, რა ქვია, ლიდერებთან და იმგენს უსმინე. და მაგ პოლიტიკურ ლიდერებს მინდა ერთი კიდე მეზიზღება ეს დღე ერთი მივმართო რა, ვინც ახლა ქართულ პოლიტიკაში ტრიალებენ და ყველაზე მეტი დიდი გულის ამრევის სიტუაცია რაშიცა. ბიჭო, ძალიან კაციანად გეკითხებით რა. დღეს რო ყველა იძახით და წივი ხართ და კივი ხართ და გმირები და ჩვენი გმირი სამხედროები და ჩვენი პატრიოტები, თქვენ პოლიტიკოსებად რომ მოგაქვთ თავი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხარე იქნებით საერთოდ. და აი 40 წელს რომ მიატანეთ ახალგაზრდებმა და გადაცილებულები რო ხართ, ჩემ თაობას გეუბნებით. იგივე უფროსებს კიდე. ბიჭო, რომელიმეს ჯარში გემსახურიათ? ომზე ზედმეტია ლაპარაკი. რომელი ერთი ხართ ომის მონაწილე? რომელი ერთი ხართ? გეკითხებით ერთი, თუ ასე ძალიან გიყვარდათ ეს ქვეყანა. თუ ესე ძალიან გიყვართ ეს ქვეყანა, როდესაც ახლა პატრიოტობთ და წევი ხართ და კივი ხართ, არა აქვს მნიშვნელობა ეს კოცი იქნება, ნაცი იქნება, ლელოელი იქნება, თუ აი პოლიტიკაში ვინც არის, აი დიდ პოლიტიკური მგენს. რომელი ერთი ხართ ერთი ომის მონაწილე 2008 წლის ომის. როგორ ახერხებთ? აი ესეთი ნიჭი როგორ აგაქვთ სულ ყველას, რომ 92 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ამდენი ომი და უბედურება გამოიარა ქვეყანა. ამდენი ომი და უბედურება გადახდა ჩვენ ერს და არც ერთ ომში მონაწილეობა თქვენ არ მიგიღიათ. ქართულ ჯარში არ მიგიღიათ, არ გიმსახურიათ თქვენი ცხოვრების ერთი წელი არ დაგიტმიათ. და გამოდიხართ აგერ და მაჯერებთ მე რომ თქვენ ხართ პატრიოტები? არაფერი პატრიოტები თქვენ არ ხართ, თქვენ პულის მონები და მოღალატეები აბსოლუტური უმრავლესობა და ზოგიერთი მედროვეები. მოსკოვში კი არა, ჩემო კარგო, მარსზე რო იყოს ადამიანი, ტვინი თუ არა აქვს თავში, იგი მაინც ვერ მიხვდება სადაა. ამაშია საქმე. კი, კაკო ბობოხიძე იყო, რომელიც ამბობდა პარლამენტში, რომ მოვიგეთ ომიო და საერთოდ რა არის, იცით, აი ეს ჩამოყალიბდა, იცით, როგორც პოლიტიკოსებში ჩამოყალიბდა ესეთი კასტა, რომელსაც რო კითხო, აი, გასაგებია რუსეთი დამპყრობელია და გიპყრობს. დამპყრობელია რუსეთი და გიპყრობს და აჰა, დაგიპყრო, ხო? შენ სად იყავი ამ დროს? შენ არ იყავი, როგორ აი, შენ იმხნის სახარ თქვა, ან ძალიან მოხუცე, შენი შვილი სად იყო? აი დღეს რო პირწავარდნილი ისინი პატრიოტები არიან. აი უბრალოდ ერთი მომენტი მინდა გაჩვენოთ. არსებს ახლა ამ დედრზე მე ბევრი სალაპარაკო არაფერი არა, მაგრამ ბოლო დროს რაღაცა აი ეს არსება, რომელიც სიამოვნებით გააღვიძებდა თურმე დაძინებულ იმას, რა ქვია,
ცხინვალს და მე იტყოდა რომ მე ომი არ დამიწყიაო, მისი დაიწყო ომი, ეს სიამოვნებით გააღვიძებდა, თურმე ეს ქალბატონი მას რა ქვია, დაძინებულ ცხინვალს. ხო, მე კი ბატონო, მე რო გააღვიძებდით დაძინებულ ცხინვალს, მე სად იქნებოდით? სად იქნებოდით მე? მე იქნებოდით ან სარფის საბაჟოზე, ან სადახლოზე, ან წითელხიდთან, ან ეგერ ლაგოდეხის საბაჟოზე, ან სადღაც გაიქცეოდით. კი? კი, ისე როგორც იყო. ისე როგორც ხდებოდა. და აი ესეთ რაღაცას ახლა ეს ფსევდოპატრიოტული ნაგავი ესეთ რაღაცას დააწერს საქვეყნოდ და მე როდესაც ახლა რატო ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის, ჩემი ჯარის ძმაკაცის დედამ დაუწერა ამ ქალბატონს კომენტარი ქვემოთ, შემთხვევით შემხვდა სოციალურ ქსელში. რომ შენ რა გენაღლებაო, დაკრავო ფეხსოო და ფულებს იშოვი და წახვალო და ასე შემდეგო და აი როგორ პასუხცემს ახლა ეს არსება. შედი ქალ ბუტკაშიო. ამას ეუბნება ჯარისკაცის დედას, რომლის შვილიც მისმა ქვეყანამ ყველა სასაკლაოზე გააგზავნა და მადლობა უფალს რომ დაბრუნდა. ნინო ლანჩავა არის ეს ქალბატონი, ამის შვილი არის ჩემი ძმაკაცი. და აი ამ ქალბატონის შვილი სიამოვნებით რომ გააღვიძებდა იმას, რა ქვია, ცხინვალს თურმე. ძალიან კარგად ვიცნობ იმასაც ბავშვობაში. იმიტომ რომ ჩემი თანაქალაქელები არიან. არ ჯარშიან ამსახურები და ომზე ზედმეტია ლაპარაკი. სამაგეროდ პატრიოტია. და აი ასეთი რო კითხო, აი ასეთი პატრიოტების კასტა წამოვიდა. ელისო კილაძე არის ქალბატონო. ვინ იქნება? ხო, აი ეს შეურაცხყოფას აყენებს ჩემი ძმაკაცის დედას, რომლის შვილიც 2008 წლის ომშიც და მის გარდაც მონაწილეობდა ყველა იმ უბედურებაში, რაც ქვეყანას უბედურება დაემუქრა. და ესეთი შვილების გამზრდელ დედას, აი ესეთ შეურაცხყოფას აყენებენ აი ესეთი ადამიანები, რომელთა პატრიოტიზმი მხოლოდ და მხოლოდ განისაზღვრება იმით, რომ იძახონ რუსეთი ოკუპანტია და ამაში ჩაიდონ ფული და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება რუსეთს და საქართველოს შორის დაძაბულობა და უბედურება მოხდეს. და რატო იცით? აი ეს ხალხი არის აგენტურა. ეს არის აგენტურა, რომელი აგენტურაც არის ზუსტად შენახული იმ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, შიგ უკნიდან განათლებული ევროპელების, რომლებიც ასმევენ და აჭმევენ და აძლევენ საშუალებას აი ესეთებს ქვეყანაში საარსებოდ, ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების გასავრცელებლად, დაძაბულობის გასავრცელებლად იმის ხარჯზე, რომ მისი ქვეყანა დააქციონ. და სამწუხაროდ, აი ესეთი ძალიან ბევრია ჩვენ ქვეყანაში. და ყველაზე მეტად მეზიზღება ზუსტად აი ეს დღე, როდესაც დადგება აი ეს დღეები და თუ სადმე ერთი მოღალატე ბოზიშვილია. ყველა ერთიანად მოიკრიბება და მივა ან შინდისში მივა, ან გმირთა მემორიალზე მივა, ან ასე მივა, ან ისე მივა. ახლა ახალი მოდა შემოსულა. ეს უკნიდან განათლებული საზოგადოება, რომელიც აქამდე 8 აგვისტოს ზეიმობდა თურმე, ახლა 7-ში გადაუტანიათ ეს ყველაფერი. ახლა თურმე ესენი ხო განსხვავებულები არიან. ახლა თურმე განსხვავებულები არიან, ახლა 7-ში დაწყებულა ომი და აქამდე 8-ში იწყებოდა ომი. და 7 აგვისტოს ჩანაწერები, არქივები, ვისაც გნებავთ, შეგრძანდით და შეგიძლიათ ნახოთ 7 აგვისტოს თუ ომი მიმდინარეობდა და თუ რუსეთი შემოსული იყო საქართველოში, სააკაშვილი იმას რო იძახოდა და თქვენი მთავრობა იმას რო იძახოდა, ჩვენ სეპარატისტების იმაზეო ცეცხლი გავხსენითო და შეტევაზე გადავედითო და ამას ერთი სიტყვა რო არა გაქვთ რუსეთზე ნათქვამი და მთელი თქვენი მინისტერიალი სულ ყველა ეს ებრაელი იაკობაშვილი, ებრაელი კეზერაშვილი, თავარსარდელი სომეხი სააკოვი. რატო ფრიალებს? რატო ეს ხო არქივს ახსოვს ყველაფერი? რატო არ ახსენებთ რუსეთს მაშინ?
და საერთოდ ერთი ძალიან მაინტერესებს ერთი ომიო რო იძახით. ომიო როდესაც იძახით. მე გეტყვით რომ იურიდიულად ომი ჩვენთან არ ყოფილა. იურიდიულად ომი არ ყოფილა. ომი არ გამოუცხადებია საქართველოს რუსეთისთვის. არც რუსეთს გამოუცხადებია საქართველოსთვის ომი, რასაც ომი ქვია. არ გამოცხადებულა. ომის პარალელურად ელექტროენერგიას რუსეთში ყიდიდან უპრობლემოდ. ის ომი მიდიოდა ომად და ექსპორტი ელექტროენერგიის რუსეთში ხორციელდებოდა პარალელურად, ისე როგორც სხვა ბევრი უბედურება. ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, ზუსტად იგივე. და ომი თუ არ გამოაცხადეთ და ომად თუ არ აღიარეთ ის მოვლენები, აბა ახლა ვისთხოვთ პასუხს ომის დაწყებაზე, ან დამთავრებაზე? რაც შეეხება ზუსტად აი ამ საკითხს, აი ანწუხელიძის კადრი, მე ადრეც მისაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლაც ვისაუბრებ. კიდე ერთხელ ვიტყვი, ისე მიდის ლაპარაკი, ვითომ ქვეყანას ერთადერთი გმირი ყავდა ამ ომში ანწუხელიძის ამბავთან დაკავშირებით. მერთმა გაანათლოს მისი სული, ძალიან კარგად ვიცი ანწუხელიძის ამბები, ძალიან კარგად ვიცი როგორ ექცეოდნენ ანწუხელიძეს ჯერიდან გაგდებულიც ყავდათ, მერე ძლივს აღადგინეს და საერთოდ სხვაგან ყავდათ დანიშნული და საერთოდ სხვაგან მოუწია ესა, იმიტომ რომ მისი მეგობრები, ჩემი მეგობრები არიან და ძალიან კარგად ვიცი ეგ ყველაფერი. თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა ანწუხელიძესთან დაკავშირებით, მაგრამ რატო ხორციელდება ანწუხელიძის საკითხზე პედალირება? ამაზე კითხვა რატო არ უჩნდება თქვათ ვიღაცა ნორმალურ ადამიანს? აი მაგალითად რატო არ ახსენდება არსად არასდროს ალეკონიანი? არ ვამბობ მე ახლა ალეკონიანს, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და ჩემი რაიონელი და გვერდით სოფლელი ბიჭი იყო და მართლა გმირია და აცხონოს ღმერთმა და არ ვამბობ მე ის მეტი გმირია, ეს ნაკლები გმირია და ამიტომ არ ვამბობ ამას ერთ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დავანახო ხალხს ელემენტარული ებრძოლა ბოლო ტყვიამდე, ბოლოს ჩაიხუტა ლიმონკა და შეაკვდა მტერს ნათლთან ერთად. აი ამაზე დიდი გმირობა და ვაჟკაცობა ნაკლებია ვინმეზე? რატო არ ხსენდება მაგალითად, ხო? და რატო არის მაგალითად სულ ანწუხელიძეზე ლაპარაკი? ძალიან მარტივია ხალხო. ძალიან მარტივი არის. იმიტომ რომ ანწუხელიძის ვიდეო კადრები, რომელიც არის გავრცელებული, ადამიანში იწვევს ისეთ განცდას, დაბმული, დაბორკილი ადამიანი, რომელსაც აყენებენ შეურაცხყოფას, წიხლებით ადგებიან ზემოდან, 1000 უბედურებას, 1000 შეურაცხყოფას აყენებენ და წამებაში ხდიან სულს. ხელფეხ შეკრული, შეურაცხყოფილი ადამიანის და ეს შეურაცხყოფა იმდენად მძიმე საყურებელი არის, არა აქვს მნიშვნელობა ის საერთოდ რო არ იყო ქართველი უბრალოდ ადამიანმა რო შეხედო, ამას ვერ ივიწყებ. მაგრამ ადამიანის ცხოველური წამება, ადამიანის შეურაცხყოფა, ადამიანის ტანჯვა და ეს კაციც ზის და ეს ბიჭი ზის და იტანს ამ წამებას და ამ წვალებას. კვდება. ეს არის სპეციალურად. იმიტომ რომ არასდროს არ განხორციელდეს ქართველებს და სხვათა შორის ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ანწუხელიძის წამებასთან დაკავშირებით ერთ რუს ჯარისკაცს ვერ დაინახავთ იქ. ეს არის ოსი სეპარატისტების და ადგილობრივი ეგრეთ წოდებული აპალჩენცების ჩადენილი საქმე. ეს არ არის ბრძოლის ეპიზოდი. ეს არის წამების ეპიზოდი ადამიანის. ბრძოლის ეპიზოდი სხვა რამე არის და წამების ეპიზოდი სხვა რამე არის. ყველა ომში ხდება დანაშაულებები. და ზუსტად აი ამ წამების ეპიზოდს მასირებულად უკეთებენ საზოგადოებას და იმიტომ ხდება მუდმივად, რომ ეს ბალტიური სინდრომი, ანუ რუსოფობია მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული მომავალთაობაში, რომელიც გეტყვის რომ მე 17 წლის ბიჭი ვარ, 2008 წლის ომის დროს დავიბადე, საერთოდ არ ვიცი რა ხდებოდა. მტვენი ხომ უნდა გქონდეს რაც ხდებოდა, რომ გაანალიზო. მაგრამ ახლა იმან რა უნდა გაანალიზოს, როდესაც აგერ ამ ხელა ზრდასრული ჩამოყალიბებული ხალხი ვერ ხვდება ამ ყველაფერს. არ უნდა ამ ყველაფერს რომ მიხდეს. არ უნდა მის დანახვა. რას ეძახით ხალხო თქვენ გმირობას და ვის ეძახიან? აგერ ელისოკილაძეზე მქონდა ლაპარაკი, ხო? ვის ეძახის ელისოკილაძე გმირს? ადამიანს, რომელიც სამეგრელოში საკუთარ ხალხს უწყობდა ტერაქტს. ადამიანი, რომელიც საკუთარ ხალხს ანადგურებდა, აუპატიურებდა. ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს ტყვიას ესროდა შუბლში და ზღვაში ქვას კიდევდა, რომ ჩაეძირათ.
და თევზებს ეჭამა. იგივე დავით დათოცინდელიანის ამბავი და იგივე ქარდავას ამბავი, ხო, რომელიც ოფიციალურად გასამართლებულია და რომელიც აი ახლა გამოვა. აი ახლა უბრალოდ გამოვიდა, გარეთაა გამოსული. და ჩემი აი გაჩვენებთ აგერ არქივში მქონდა შენახული ეს აი ესეთი ნაგავი ადამიანი აი ამ ქალბატონისთვის არის ძმადნაფიცი. აბა ვისი ძმადნაფიცი იქნება ეს ახლა ნორმალური ადამიანის ძმადნაფიცი იქნება. მაგრამ ეს ხო ერთი პრობლემა რომ ამის ძმადნაფიცი არის ის მკვლელი, მწამებელი, გამაუპატიურებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ამის ერთი ისაა, მაგრამ საინტერესო რა არის ხალხო იცი? აი ყველაზე მეტი საინტერესო სულ სხვა რაღაცა არის. აი გაჩვენებთ ახლა ამასაც. აი ეს ვითომ პატრიოტების ბანდა. მკვლელზე, მწამებელზე, სისხლის მსმელზე, ადამიანების დამხოცველზე და წყალში გადამყრელზე. დააგვირდით თქვენო ჩამოყევით. ათასობით კომენტარია. ათასობით ეს გულები დასმული და გილოცავ და ვარა მაგარია და რუსების რისხვა გამოვიდა და ეს თქვენ აი ამ ხალხის პატრიოტიზმზე ლაპარაკობთ და ეს არის ქვეყანა. ეს არის ქვეყანა. და აი ესეთი ბიონაგავი, რომელიც იქ არის შეკრებილი, რომელიც თურმე გააღვიძებს ცხინვალს და თურმე აი ღმერთმა დალოცოს ეს კაცჭამია, ეს კანიბალი. ესეთი გელაპარაკებიან პატრიოტიზმზე. რომლებიც არიან ჩვეულებრივად აგენტურა, რომელმაც ფული აიღო იმაში, რომ საკუთარ ქვეყანას ავნოს. და აი ეს არ მთავრდება. ეს არ მთავრდება. ეს გრძელდება და გრძელდება უსასრულოდ. რატო არ მთავრდება? იმიტომ არ მთავრდება, რომ იგივე აი ეს ნაგავი ქოცობა, რომლებიც მოვიდნენ და მე პირადად ივანიშვილზე მქონდა, როდესაც შევხვდი 2012 წელს და მქონდა საუბარი მაშინ, ომის გამოძიება. ერთადერთი სამართლიანობის აღდგენა ომის გამოძიება. ამაზე იყო საუბარი. არის ვიდეოცაც შენახული, ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს. რა სამბობო კაცო, ჩვენ ამას 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე 13 წელია გასული. 13 წელი. 13 წლის მანძილზე ყველა მკვლელი, ყველა მოძალადე, ყველა სამშობლოს დამაქცევარი, ყველა არის აყვავებული. აი მოკლული, გაუბედურებული ხალხის შვილები, დედები იწვევენ ამ კომისიაზე. ხელახლა უკლავენ აი ამ შვილებს. ხელახლა ახდენენ ამ ტრაგედიის იმას და მეორე დღეს ორი კვირის მერე მისი შვილის მკვლელებს გარეთ უშვებენ. სადაა გამოძიებული საქმე. და სულ იძახიან, აი ჩვენ ასე ჩვენ იმან გამტყუნა, ჩვენ ამან გამტყუნა. და თქვენივე ხელი მოაწერეთ, ნაცმოძრაობა ვერასდროს ვერ დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში. აი ასე ქმნიან პოლიტიკას, რომ ჩვენ რა მაგრები ვართ, თურმე რომ ომი არ დავიწყეთ. ჩვენ არ გავიმეორეთ 2008 წელი. გაიმეორებდით და დედა მოგეთყნებოდათ. უკვე რესურსი აქვს ყველაფერს ამოწურვადი. შევარდნაძემ დაიწყო, ერთი რესურსი ამოიწურა, სააკაშვილმა დაიწყო, მეორე რესურსი ამოიწურა და აგერა გაქვს 25 კილომეტრში ტანკი, აგერ დგას 25 კილომეტრში ტანკი თბილისიდან. გაიმეორებდით და დედას მოგიტყნავდათ, ის ტანკი შემოვიდოდა და გადაგივლიდათ ერთხელ და საბოლოოდ. ხო, და ამერიკის საელჩო და ეს დაგიცავდათ, რა ქვია, ბრიტანეთი. ამიტომ არ დაიწყეთ ომი. ამიტომ და რა იმიტომ რომ თქვენ ქვეყნის გიჟი პატრიოტები ხართ. თქვენ რო ქვეყნის პატრიოტები ყოფილიყავით, ბიჭო, ამდენი ხანი ამათ ტრიბუნალს მოუწყობდა ადამიანი და მარტო ომის დანაშაულებების გამო მიაყენებდა ყველას კედელთან და დახვრეტდა. ვისი დამხვრეტავები ხართ? ვისი დამხვრეტავები ხართ და ვისი გამგეთებლები ხართ, ბიჭო, ქოცებო, რა ომის გამომძიებლები ხართ, ბიჭო, თქვენ. ისე დაასრულეთ თქვენი წეული კომისია, ბოკერია, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ახლა კი არ იყო მარტო ინიციატორი ამ ყველაფრის. 2004 წელს, 2006 წელს ბოკერია იდგა ავანგარდში.
ბოკერია ახორციელებდა ყველაფერს და ბოკერიას უფრო მეტი წვლილი აქვს მაგომში შეტანილი ისე რომ იცოდეთ. ვიდრე სააკაშვილს. ბოკერიამ გააკეთა ყველაფერი. და ისე ჩაიარა ამათმა გამოძიებამ ბოკერი არც დაუბარებია დაკითხვაზე. არც დაუბარებია კაცისთვის არ უკითხია. და საერთოდ რაშია ხალხო საქმე იცით? როდესაც მასა იქნება დებილი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მასა იქნება დებილი. აი ამ დებილ მასას ყოველთვის გამართავენ. იმიტომ როდესაც მას არ იმდენად დებილი ხედავს რომ ან სააკაშვილი ყავს ბელადად გამხდარი, ან ივანიშვილი ყავს გამხდარი ბელადად. რასა ბელადო თქვენ ნახეთ, მე ის უკვირს ვიღაცას რომ სტალინზე რაფერ თქვიო, რამეო კაიო. სტალინს ედარებიან, თუმცა სტალინი ყოფილა ცუდი და ესენი ყოფილან მაგრები. სტალინის ყვერების ნაბანი არ ახარ თქვენ პატრონმოტყუნლებო, ბიჭო, სტალინს როგორ შეიძლება სტალინი ახსენოს ადამიანმა? თქვენი პოზიციიდან გადმოსახედიდან მიდუმეტეს. სტალინს ორი ბიჭი ყავდა და ორივე ბიჭი ფრონტზე ყავდა. და ერთი ტყვეთ ჩავარდა და არ გამოიხსნა, იმიტომ რომ მე სხვა მამებს რა უთხრაო. და მეორე შვილი ბოლომდე იბრძოდა და გენერალი იყო, ამერი გენერლები კი არა, თქვენ რო ყავდა კალანდაძეს და იმას. ივანიშვილის ბერა იომებს საქართველოსთვის თუ ცოტნე იომებს თუ უტა იომებს. გამეცით პასუხი ვინმეს გჯერათ. ელემენტარულს გეკითხებით. სააკაშვილის ნიკოლოზი იომებს თუ ედუარდი თელიზოგილაძიშვილს რა ჯარში ნამსახურები და სხვა დედასაყენებს შეურაცხყოფას რომელმაც შვილი სამშობლოს გაუზარდა. ეს ხომ მე მაინც ვიცი კაცო, ჩემია და იმიტომ. კაცო გასაგებია რომ ბოკერიას დასავლეთ ჩრდილოეთში ენთობიან, მაგრამ შენ რო ხელისუფლება ხარ? არ უნდა დაასრულო ეს ყველა, როდემდე უნდა ატყუო? მე რატო ვამბობ ამას? იცი ჩემო ძმაო? ბოკერია ვინცაა და ესენი ვინც არიან, მე კარგად ვიცი. ესენი ხო ოფიციალური ხელისუფლება არიან. და რო კითხო deep state-ს ებრძვიან, ისე რაღაცნაირად ეყოთ გამბედაობა, იმიტომ რომ როდესაც ბოლომდე შეუდეს ამათ და მოთხოვეს დაქცევა და განადგურება, იმიტომ რომ ქუჩის კახპაც უარს ამბობს რაღაცის შესრულებაზე, როცა მისი ცოცხლე საფრთხე ემუქრება, აი ესე დადგა ხოცების ამბავი. და გაბედეს და თქვენს რომ deep state-ის მოთხოვნითო სააკაშვილმა დაიწყო ეს ყველაფერი. ხო, ასე იყო, მე სადა ერთის რატო მეთიუ ბრაიზა? სად არის თქვენი მეთიუ ბრაიზა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ის იყო ინიციატორი ამ ომის? სად არის კარპენტერი? ხო, ჩემ სახელზე თუ მიიტან სტალინის საფლავზე იმას რა ქვია, გვირგვინს ვიდეო გადაიღე და ატვირთე და გამომიგზავნე და დავდებ ჩემ გვერდზე. ან ნამდვილად არ მესირცხვილება. მადლობა ღმერთს, რომ ესეთი ქართველი მყავდა. კი ბატონო. აი ამ გეგმის ნაწილშია საერთოდ ჩავარდნილი ქვეყანა. აბა ელემენტარული. აი ამათ გმირობებს ახლა ელემენტარულად გეტყვი, რომელიც აი სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, ისედაც არის ეს სიები. სიები აგერა. სიები. ეს ვისი სიებია, იცი? ეს ვინც პარლამენტში იყვნენ. ვინც პარლამენტში იყო და ვინც 2008 წლის ომის დროს დატოვა ქვეყანა. აი, ეს სანაგვე, ეს ბიონაგავი. ეს მასა. ეგრე ამათი გმირობები. აი ესეთი გმირები ყავთ ამათ. ახლა ესენი ვინც აქ ყრიან, ჩამოთვლილი ვინცაა, ხო? ესია. ეს ახლა გმირია და პატრიოტია.
არ ვიცი მე შეპირება ბევრი მინახია, მაგრამ შესრულებული არაფერი. ხოდა მე ის რო გიკვირთ რომ რატო იგინები, რატო ლანძღავ ერთი რომელიმე საკითხზე რომელსაც ვამბობ თუ არსებობს კონტრარგუმენტი სადაც თქვენ მე მაჩვენებთ რომ რომელიმე პოლიტიკოს რომელიმე გინდა ახალგაზრდას გინდა ძველგაზრდას არ აქვს მნიშვნელობა ჯარში უმსახურებია ომში მიუღია მონაწილეობა თუ გინახიათ ერთი რომელიმე შვილს ეომოს საქართველოსთვის თუ ეს ასე არაა რასაც მე ვამბობ ნუ იმ სხვა დანარჩენ მტკიცებულებებთან დაკავშირებით აღარ შევაგინო ამ ხალხს აღარ შევაგინო აი არის და ვისაც კიდე საკუთარ თავზე არ გამოუცდია 2008 წლის უბედურება და ის ომი ზოგიერთისთვის რომ 5 დღიანი იყო იმ 5 დღიან ომში არ ყვდებოდა ხალხი ასეთი საშინელი ომი არ არსებულა არა არის წაშლილი რუსლანა არ არის იმაზე რა ქვია არქივში დევს ჩვეულებრივად YouTube-ის არხზე რატო იცით იქ ხომ მტერი მოდიოდა რომელიც კლავდა, გართმევდა, გინგრევდა, გწვავდა ზურგში უფრო უარესი მტერი გედგა უარესი მტერი რომელი მტერიც დღემდე გინადგურებს ქვეყანას და ამაზე ხმის ამოღებას კი არ შეიძლება ამიტომ დღეს რო გამოდიხართ ამ ფსევდო პატრიოტული მოწოდებებით და დადგება დრო და ეს შევად რომელი ერთის ისა რა ქვია შვილი და ქმარი და ძმა წავა და იომებს ერთი ეს ვინც ასე ძალიან ყვირი ხართ ომის რიტორიკის თავარი აქსიომა იმაში დევს რომ ვინც ომზე ბევრს ლაპარაკობს ის არასდროს ომში არ წავა და მისიანი არასდროს ომში არ წავა და საერთოდ კიდე სადაც დიდ გმირობაზე არის საუბარი და 1000 ლეგენდები როა მოგონებული ამ გმირობაზე კარგად იცოდეთ სადაც გმირობაზე არის ძალიან დიდი ყვირილი იქ დიდი ლაჩრობა იმალება და მორალური ვალდებულება არის ასაკიდებელი რომ კითხვა არ დაისვას გმირობა მოხდა კითხვას როგორ სვა აი ამათ სისხლზე აი ამათ იმაზე დგანან ახლა მთელი ეს ნაციონალური მოძრაობა და მისი სანაგვე და კოციონალური მოძრაობაც მათ შორის მთელი ეს უკნიდან განათლებულები გმირები არიან და გმირებს როგორ ამას როგორ აკადრებ და სააკაშვილი ამბობდა მაშინო შეაგინე სააკაშვილსო და მასო ჯვრიან დროშას ფეხი დაადგიო იგი უთხრეს რომ წუხელიძესო და ჩემი გულისთვის მოკტაო ან წუხელიძეო ამიტომ მე გეუბნებთ ეს ნაგავი წლების მანძილზე ეს მარტო 2008 წლის ომი არა აი იქედან მოყოლებული აი იმ უბედურებიდან მოყოლებული საქართველოში ილექებოდა დუღდა რა დაგავიწყდათ მაშინ როგორ იყო შემოუბაშე ბავშვი ვიყავი და შემოცივდებოდა მithom ეს ძალიან მაგარი პატრიოტები რო არიანო მაშინაც იყვნენ ეგეთები და არიან აფხაზები ერთი სტადიონი ხალხია და უნდა გავწყვიტოთ რას ქვია ჩვენ გვეწინააღმდეგებიან მე კითხვა დაუსვეს იქ არ მინდა ყველა დეტალების მერეო შენი ქმარიო შენი ძმაო და შენი შვილიო რატოაო სახშიო თუ სხვისი ხელით გაწყვეტილი ერთი სტადიონი აფხაზები გინდა ვაიმე ჩემი ქმარი ისეთი არის კაც კი არა ქათამს ვერ დააკლავს ამათი შვილები ისეთები არიან სისხლს რო უყურებენ ცუდად ხდებიან აი ესეთი ნაგავი ხალხი ყვირის ყველაზე მეტს და სანამ ეს არ იქნება გამოძიებული არ უნდა ბევრი არაფერი არ ჭირდება ამ ქვეყანას მეტი ომი არის რენტგენი ომის დროს ვინ როგორ მოიქცა და მე გეუბნებთ რომ აბსოლუტური უმრავლესობა არის მოღალატე ამ ომის თავები ვინც იყვნენ
ეს შეიძლება დავამტკიცო როგორც სამხედრო ტაქტიკური მოქმედებებით, სტრატეგიული მოქმედებებით, ისევე უამრავი სხვა დეტალებით რა. ისე სამოქალაქო და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. აბსოლუტურად ყველა მოღალატეები არიან. მარტო ომის გამოძიება რომ მოხდეს სამართლიანად, საქართველოს დაიცლება მოღალატეებიდან, მაგრამ ერთი მოღალატე მეორე მოღალატის საკითხს არ გამოიძიებს. ესა. და მოღალატეებს რამდენი ხანი ხელს აფარებ, კოცებს ეხება. ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდას. შენც ისეთი მოღალატე ხარ, იმიტომ რომ დამნაშავეზე ხელის დამფარებელი დამნაშავეა ჩვეულებრივად. ახლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ და გაგცემთ პასუხს. თუ არა და დაგიმშვიდობებით. კარგი შემოკარგებო, მე მგონი არანაირი კითხვა არაა, ამიტომ დაგემშვიდობებით და აი ამ უბედურების ატანა მოგვიწევს კიდე და ეს ომი გამოსაძიებელი და დამნაშავეები დასაშლელი იმიტომ არიან, რომ ეს აუცილებლად განმეორდება კიდე. კიდე დაკარგავს საქართველოს ტერიტორიას და კიდე 1000 უბედურებაში ჩავარდებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც იფეთქებს შიგნიდან ამას. ამდენ ბოროტებას და ამდენ ნაგავს, რაც საქართველოში და ამდენ უსამართლობას, რაც საქართველოში ხდება, აუცილებლად ექნება თავისი შედეგი რა. ღმერთს ემოდან იყურება და იმიტომ.